ისიც ამერიკელებმა მოიცილეს, კარგად გვახსოვს, ეს კმარა, რუსთავიორი, ყველაფერი ეს შექმნილი იყო ამერიკელების მიერ. ამერიკის ყოფილი ელჩის შეფასებები ვარდების რევოლუციიდან 10 წლის შემდეგ ვაშინგტონის როლი 2003 წელს განვითარებულ პროცესებში. რიჩარდ მაილსთან ინტერვიუ ჩვენი თხოვნით ამერიკის ხმამ ჩაწერა. როგორ იხსენებთ ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს? თქვენი აზრით, რამდენად კონსტრუქციული იყო ეს პროცესი და შესაძლებელი იყო თუ არა მისი თავიდან აცილება? I arrived in Georgia in 2002. საქართველოში 2002 წელს რომ ჩამოვედი, ვნახე რომ სიტუაცია საკმაოდ უცნაური იყო. რთულ გარემოში მანამდე ვსყოფილ ვარ, მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში 1991 წლებში ვიყავი. 2002 წელს საქართველოში უიმედობის შეგრძნება იყო და გამოსწორების იმედი არ ჩანდა. ქვეყანაში იყო ოპოზიცია, დემოკრატიული ოპოზიცია. შევარდნაძის მთავრობა დიქტატურა არ იყო. ის მეტნაკლებად დემოკრატიული პრინციპებისკენ იხრებოდა. ქვეყანაში ცხადად ჩანდა, რომ შევარდნაძემ დაკარგა ქვეყნის მართვის შესაძლებლობა, დაკარგა სახელმწიფო შემოსავლის მოგროვების უნარი და ამ შემოსავლის პენსიებზე მასწავლებლის პოლიციისა და საავადმყოფოს თანამშრომლების ხელფასების სახით დაბრუნების საშუალება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას უნდოდა ძალაუფლების შენარჩუნება. ოპოზიციის წამყვანმა წევრებმა ზურაბ ჟვანიამ, ნინო ბურჯანაძემ და მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტეს, რომ ვითარება უნდა შეცვლილიყო. ხალხი უკვე გამოდიოდა და აწყობდა საპროტესტო დემონსტრაციებს, მაგრამ ეს ადამიანები სწორ დროს გამოიკვეთნენ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებად. ჩვენ შევარდნაძესთან ლაპარაკი დავიწყეთ და ვთქვით, რომ არჩევნები არ იყო ღია და დემოკრატიული. ჩვენ შევთავაზეთ, რომ არჩევნები თავიდან ჩაეტარებინა ან შეეთავაზებინა მოსახლეობისათვის, რომ ერთ წელში საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე გადადგებოდა, მაგრამ შევარდნაძეს არც ერთი მათგანის გათვალისწინება უნდოდა და არც მეორესი. შედეგი მშვიდობიულად განწყობილი სხვა ჯგუფის წინააღმდეგ მოაწყო. რომელიმე მათგანს ძალა რომ გამოეყენებინა საქართველოსთვის, ამას სულ სხვა შედეგი მოჰყვებოდა. ეს იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომლის რატიფიკაციაც მოგვიანებით გამართული არჩევნებით მოხდა. საბოლოო ჯამში საქართველო უკიდურესად რთული ვითარებიდან ღირსეულად გამოვიდა.